შენი სიყვარულის მენიუ. მითხრეს გოგოებმა, აღარ აკეთებ გაშლებს სიყვარულზეო, გავაკეთოთ, როგორ ენერგიებშია თქვენი პირადი. გრძნობები, ემოციები, მამაკაცები, ქალები, მოდით. ამოხდა. 90% ელოდება ცვლილებას, ელოდება კოშკის შემდეგ, ურთიერთობა შესაძლოა იყოს დისტანციური, პაუზური, განხეთქილებით, რომელიც სხვათა შორის 90%-ში და დაალაგდება და კონტაქტზეც გამოვა ეს ადამიანი. დიდი ხანი არ გვინახია მართალია ჩვენი სასიყვარულო პროგნოზები. მოკლედ მეგობრებო, ან იმპერატორები მოხვედით ბიჭებო, ან ეს არის იმპერატორი გოგოების, რომელსაც საერთოდ სიყვარული მენიუში არ აქვს გოგოებო. ეს ან წასულია, ან რაღაცა სჭირს მას, ვერ არის კარგად ფსიქოლოგიური პრობლემებით. ან თქვენ ხართ მამაკაცებო ასეთი პრობლემებით, ან თქვენი ქალები არიან იმპერატორში და არიან ძალიან პრობლემურ ენერგიებში. ერთი სიტყვით, აქ ხარჯავთ დროს, ენერგიას, რესურსებს ადამიანზე, რომელიც ამ ენერგიას თქვენგან გართმევს, იღებს და მიაქვს და სადღაც კიდევ მესამე პირებთანაც დიდ შემთხვევაში, ანუ დიდ პროცენტში იქნება ასე. ადამიანი ვერ პოულობს თქვენთვის მეგობრებო. დიდ პროცენტში ადამიანი ვერ პოულობს თქვენთვის დროს, ვერ პოულობს თქვენთვის სიტყვებს, სითბოს, ძალას, ან თქვენ მასში ვერ პოულობთ. მასთან დაგავიწყდათ საკუთარი თავი საერთოდ. ჭკნებით, ყვავილივით ამ პიროვნებასთან. გასცემთ, ვერ იღებთ მისგან ვერც ენერგიას, ვერც ბედნიერებას, ვერც მზეს, არიან მესამე პირებიც, ვიზეც რეზონირდება ვინმეორებ, შეიძლება არც არავინ არ არის და თუ არ არის, ნუ უყურებთ მაშინ გაშლას, მაგრამ თუ შეგხვდა ეს პროგნოზი, ეს არის ძალიან დიდი პროცენტი, რომელზეა, თქვენ მასთან ხართ განდეგილში. ძალიან ცუდ განდეგილში და დიდი ხანიც ხართ ამ განდეგილობაში მეგობრებო. დაგღალათ, გულია დაღლილი უკვე აქ ამ მისი ან ლოდინით, ან გამოხტომებით, ან ენერგიებით, ან საერთოდ ვერ ხვდებით რა უნდა. ამ ადამიანისთვის საჭირო სიყვარული მენიუში არ არის მეგობრებო. თვითონაც არ იცის რა უნდა. ძალიან არეულია თქვენც აგრიოთ, თქვენც დაგტანჯათ და თვითონაც იტანჯება. ძალიან არეული ადამიანია. თქვენ საკუთარ ჭრილობებს მისგან მალავთ. ბევრი ჭრილობა ისეთი იქნება, როგორიც თვითონ მოგაყენებთ. მაგრამ ბევრ ამაზე ხუჭავთ თვალს, ისევ და ისევ. ადამიანი გჭირდებათ, რომელიც მოგიფრთხილდებათ და არა ისეთი, რომელიც განკრევს. თუ ელოდებით კონტაქტს, აქ კონტაქტზე პიროვნება გამოვა, უეჭველი. გაითვალისწინეთ, რომ ძალიან დიდ პროცენტში თქვენ მისგან მიიღებთ ისევ მურიგე დარტყმას და ასევე შესაძლოა იყოთ ბევრი სამკუთხედებში ამ პიროვნებასთან მისი მხრიდან და შეიძლება იყოს თქვენი მხრიდანაც. ვისთან როგორ. დაშლა აქ არ ჩანს, ჯერჯერობით წერტილი აქ არ დგას, მაგრამ უბრალოდ რაღაცა იწელება, გაუგებარია ეს მდგომარეობა თქვენთვის, ეს ურთიერთობა, კრიზისული ურთიერთობა, რომელიც არაფერს ვიმეორებ არ გაძლევს. პირიქით წაგართვა სადღაც რესურსები, რომელშიც იმყოფებოდით მაშინ, როდესაც მას შეხვდით. უბრალოდ თქვენ ისეთი ადამიანი ხართ, დღეს გტკივათ ხვალ გარდაიქმნებით, ხვდებით, თავიდან იბადებით სავით.
თუ ელოდებით პიროვნებას პიროვნება გამოჩნდება, გოგოებო, ბიჭებო, თუ თქვენ არიცით როგორ მოიქცეთ ამ ურთიერთობაში, ჯობია საერთოდ ცოტა ხანი აიღოთ პაუზა, წერტილი არ დგას, თქვენ შორის დგას ტრანსფორმაცია, დაკარგული ადამიანი სადღაც 2-3 თვისაც შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ კარგს არაფერს ვიმეორებ, არაფერს არ მოიტანს, განულებული გზები ამასთან, ეს არის ძალიან რთული კარმული ურთიერთობა და ამ კარმას გადიხართ და სადღაც იტანჯებით კიდევაც. მეგობრებო, ვისაც შვილები ყავთ გოგოებო, მამაკაცისგან, ფინანსური დახმარება მოდის მისგან და ასევე შესაძლოა აქ შეხვედრა შედგეს, მაგრამ არის კონფლიქტური ენერგიებიც შემოდის მასთან ერთად. რაღაც აქ ჩაფიქრებული ისე, თითქოს სალაპარაკოთ მოდის, დაკავშირებით იმასთან, რომ მე დამიჯერეთ და ყველაფერი კარგად იქნება, ან რაღაც მაგდაგვარი მე უფრო ვიცი როგორი ენერგიები გჭირდება, მე უფრო ვიცი, უფრო მეტი, უფრო მე უნდა მისმინოთ და ასე შემდეგ რაღაც მაგდაგვარი. თქვენ ეს პიროვნება გიყვართ ისეთი როგორიც არის და არა ისეთი როგორსაც წარმოიდგენდით. თქვენ ამ პიროვნებას დღესაც ენდობით, როგორც ჩანს, დღესაც ელოდებით, გამოჩნდება, ვიმეორებ, გამოვა კონტაქტზე. მესამე პირებთან, ვინც არის მეგობრებო, გოგოებო, ამ პიროვნებას აქვს ძალიან დიდი პრობლემები იმ მესამე პირებთან, დაშორების პირას არიან და ბევრი დაშორდება კიდევაც. ეს არის ბუმერანგი თქვენი ცხოვრების, რომელმაც გადმოაგდო თქვენსკენ და ისე მიფრინავს ახლა მასთან. ეს ბუმერანგი. ერთი სიტყვით, გოგოებო, სიყვარული აქ საკუთარ თავზე უნდა გადაერთოთ აუცილებლად, საკუთარ ვარსკვლავურ თავზე გადაერთეთ სიყვარული, რომელიც გაქვთ მის მიერ და თუ გჭირდებათ მისგან დაფასება და შერიგება, დააფასეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი პირველ რიგში, რომ ადამიანმა დაინახოს ისე როგორი რესურსული ხართ, მაგრამ ისე ეს ადამიანი კარგს არაფერს არ მოიტანს თქვენს ცხოვრებაში, გართმევს რესურსებს, სიმშვიდეს და თავის ტკივილია თქვენთვის ეს პიროვნება. დროებით